გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. Ამ წუთებში საქართველოს-რუსეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტის ნეიტრალურ ზონაში 87 პირი იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ. რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებული არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. უწყება უკრაინულ მხარეს მიმართავს დაუყოვნებლივ მიიღო ზომები ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად. სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალ მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ უწყებაში ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფი პირების საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, თავად სამინისტროს კი ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების შესახებ. პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. კიდევ რა ითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, დეტალებით კესო ქაფიანიძეა პირდაპირ ეთერში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მიმართავს უკრაინის შესაბამის უწყებებს დროულად მოხდეს მათი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ის 87 პირი, რომელიც დარიალის გამშვები პუნქტის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, მათ არ გააჩნიათ შესაბამისი ვალიდური დოკუმენტები, რაც სჭირდება საზღვრის კვეთას და ქვეყანაში შემოსვლას და გარდა ამისა ისინი არიან შემჩნეული მათ კრიმინალური, მძიმე კრიმინალური წარსული, ისინი არიან შემჩნეული სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში და სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან და მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპირებს შემოუშვას ისინი საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან, რომ მოხდეს სხვადასხვა საქართველოს მხარეს თავაზობს უკრაინას, რომ სხვადასხვა ფორმით მოხდეს ამ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, საუბარია როგორც საჰაერო ისე საზღვაო მარშრუტზე. საქართველოს მხარე თავად უზრუნველყოფს და დააფინანსებს ამ პირების უკრაინაში დაბრუნებას, როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ამ დრომდე არ ყოფილა გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ეს უჩენს ეჭვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ ის მოქალაქეები დარჩნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და შემდგომ შემოვიდნენ საქართველოში, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო არ განიხილავს მათ ტერიტორიაზე შემოშვებას, როგორც ministris მოადგილემ განაცხადა, 87-დან 15 პირმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, რათა ყურადღება მიექცია როგორც უკრაინის მხარის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ პირებს არ ეძლებათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებული არიან არაერთგზის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში უკრაინაში. მათ შორის ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. მიუხედავად ამისა, უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, ხოლო დღემდე არ მიგვიღია საბოლოო ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მათ წესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა. ყველა მათგანს სურდა, რომ პროტესტის ამსახით ხმა მიეწვინათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რათა უკრაინული მხარის მხარდაჭერითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ სამშობლოში უკრაინაში. მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში ყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი. მინისტრის მოადგილის განცხადებით უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში მშვიდობით დაბრუნების პრაქტიკა უკვე არსებობს, როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა 2025 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი 134 უკრაინის მოქალაქიდან 37 მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია დატოვა. მოლდოვის მიმართულებით 10-მა კი სხვადასხვა მიმართულებით ეს დაბრუნება, ეს გადაადგილება კი როგორც საქართველოს მხარის, ასევე უკრაინის მხარის ჩართულობით მოხდა და სწორედ ამ პრაქტიკიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ალექსანდრე დარახველიძე უკრაინის მხარეს, რომ დროულად მოხდეს მათი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. მე შეგახსენებთ, რომ დარიალის გამშვებ პუნქტთან ამ დროისთვის 87 უკრაინის მოქალაქე იმყოფება, რომელსაც საქართველოში შემოსვლა სურს, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მათ არ გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტაცია და აქვთ კრიმინალური წარსული და სწორედ მოქალაქეებისა და საქართველოს უსაფრთხოების გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო არაპირებს, რომ ეს პირები შემოუშვან საქართველოში. მადლობა კესო ქაფიანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ნაციონალებმა და ყოფილმა ნაციონალებმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის პროცესი კი უკვე დასრულებულია. ზესკომ 17 საარჩევნო სუბიექტი უკვე დაარეგისტრირა, თუმცა საარჩევნო ბიულეტინზე ამორჩეველი ვერც 5 ნომრის ქვეშ ნაციონალურ მოძრაობას და ვერც 4 ნომრის ქვეშ პარტია ახალს ვერ იხილავს. პროცედურა უკვე გაიარა ოპოზიციის მეორე ბანაკმა ლელომ და გახარიას პარტიამ მარათონში მონაწილეობის უფლება უკვე ოფიციალურად მოიპოვეს. რეგისტრირებულია გირჩი და პატრიოტთა ალიანსიც გამარჯვებისთვის ემზადება სახელისუფლებო გუნდი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლოტოტრონის პრინციპით საარჩევნო ნომრები 5 და 4, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას და ახლებს ჰქონდათ, სხვა პარტიებს გადაეცათ. კონკრეტულად ვის ამას უკვე მირიან გორგოძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. მირიან, გისმენთ. და ბუნებრივია უკვე მოქმედებს ის რეგულაციები, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ნომრის მინიჭება არ მინიჭების საკითხს. საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგითი ნომრის შენარჩუნების პროცედურას, თუმცა ამისათვის, როგორც უკვე ვთქვით, კონკრეტული რეგულაციები არის და პროცედურები გასავლელი, მაგალითად კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თუ კი სურდა, რომ საკუთარი საარჩევნო ნომერი შეენარჩუნებინა, მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიას 17 ივლისამდე უნდა მიემართა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის და ამავე დროს წილისყრის პროცედურის გამართვამდე კონკრეტულ პარტიას უნდა მიემართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ორმა საარჩევნო სუბიექტმა, ნაციონალურმა მოძრაობამ და ასევე კოალიცია ცვლილებებისათვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს ნორმები არ შეასრულა და შესაბამისად ისინი ამ დროისთვის საკუთარი საარჩევნო ნომრის გარეშე დარჩნენ. ეს პროცედურები დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კანონმდებლობა იცნობს ნორმას, რომლის მიხედვითაც არის შესაძლებელი საარჩევნო სუბიექტმა შეინარჩუნოს განონ საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომერი, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ კანონმდებლობით დათქმულ ვადაში მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგითი ნომრის შენარჩუნებისთვის, ასევე არაუგვიანეს 57 დღისა მომართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რადგან ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ მოუმართავს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, შესაბამისად აღნიშნული რიგითი ნომრები იყო ვაკანტური, შესაბამისად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს წილისყრით მიანიჭა აღნიშნული ნომრები სხვა საარჩევნო სუბიექტებს. ჯამში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მომართა 17 პოლიტიკურმა გაერთიანებამ, აქედან 14 არის უკვე რეგისტრირებული, ხოლო 3 არის რეგისტრაციის პროცესში.
და ამ საკითხზე კომენტარი გაკეთდა იმ პარტიაში, ნაციონალურ მოძრაობაში, რომელმაც უკვე დაკარგა საკუთარი საარჩევნო ნომერი 5. ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ დიდი სურვილი შეენარჩუნებინათ საკუთარი საარჩევნო ნომერი და ასე ვთქვათ, ამის გამო მიმართეს კიდევაც, როგორც პარტიაში განაცხადეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუმცა როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, თუკი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება, ისინი ამ მიმართულებით ბრძოლას გააგრძელებენ და საკუთარ საარჩევნო ნომერს, როგორც პარტიის წევრები განმარტავენ, დაიბრუნებენ მას შემდეგ, როდესაც საქართველოში მათი განცხადებით ახალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ ამ ბრძოლაში, როდესაც ვამბობთ, რომ ვართ უკომპრომისოები, შეუპოვრები, როდესაც ვამბობთ, რომ მივდივართ ყველაფერზე, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის ციხე არ არის საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვისკავთ, ნამდვილად ახლა საარჩევნო ნომერზე ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული. თუ უნდათ ხუთიანის წაღება, შეუძლიათ კარგად წაიღონ და დააბინავონ შესაბამის ადგილზე და როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ხუთიანი დაუბრუნდება მის პატრონს. ცესკოს თავის დროზე ფორმალურად მოიხადეთ ის ვალდებულება, მაგალითად როგორც მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო, როდესაც საპარლამენტო დაფინანსების არ მიღებასთან დაკავშირებით იყო, ჩვენ მივმართეთ ცესკოს, რომ ხუთიანის ბედი ყოფილიყო ჩვენს ხელში. რომ ან ხუთიანი თუ დაგვრჩებოდა ჩვენ, ის არ იქნებოდა საარჩევნო ბიულეტენზე, მაგრამ რახან გადაწყვეტილება მიღებულია, კი ბატონო, წაიღონ. მართლ გუნდში კი კვლავ აქცენტს აკეთებენ საარჩევნო კანონმდებლობაზე და აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიაროს ის პროცედურები და დაიცვას ის ნორმები, რომლებიც არის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადად, რაც შეეხება მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს და ამ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხს, როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ნებისმიერ შემთხვევაში საარჩევნო ნომრით თუ საარჩევნო ნომრის გარეშე ოპოზიციას საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს. ცალკეულ რადიკალებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული ის, თუ კონკრეტულად რა ნომრით წარსდგება თვითონ ცალკეული პარტია არჩევნებზე. ეს არის კანონმდებლობით დადგენილი და ეხლა მანიპულაციები, რომელსაც ცდილობენ რადიკალებში, აცმოძრაობაში ამ მანიპულაციებით საზოგადოების მოტყუებას, ახლა ისინი ამას გამოიკიდებიან თუ არ გამოიკიდებიან, შედეგი იქნება აბსოლუტურად ერთი. ნაციონალურ მოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა დაკარგეს საარჩევნო ნომერიც კი, მაგრამ მთავარია რომ მათ დაკარგეს საზოგადოების ნდობა, ისე რომ ისინი ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო ეს იქნება საარჩევნო თუ არასაარჩევნო ნუმერაცია, რა თქმა უნდა, მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. საზოგადოება მათ კარგად იცნობს ნომრის გარეშეც და ნომრითაც, ისე რომ როგორც არ უნდა იყვნენ ისინი საზოგადოებისაგან, ისინი იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე გაიმართა წილისყრის პროცედურა და შესაბამისად კონკრეტული საარჩევნო ნომრები მიენიჭათ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც ეს საარჩევნო ნომრები ამ დრომდე განსაზღვრული არ იყო და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნომერი 5, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი იყო ამ დრომდე, უკვე გადაეცა საარჩევნო სუბიექტს ჩვენი გაერთიანებული საქართველო, რაც შეეხება კოალიციას ცვლილებებისთვის, ნომერი 4 ეს საარჩევნო ნომერი უკვე გადაეცა საარჩევნო სუბიექტს ქართველთა ერთობა. მადლობა მირიან, ეს მირიან გორგოძე იყო. თბილისის შემდეგ რეგიონები ქართული ოცნება საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს. დედაქალაქში მერის პოსტზე კახაკალაძე კენჭს უკვე მესამე დღეს წარდგენილია მისი გუნდიც 25 მაჟორიტარი. ახლა ჯერი რეგიონებზეა. ორბანაკად გაყოფილი ოპოზიცია კი ისევ ფიქრობს. იტესტება თბილისი და სხვადასხვა კანდიდატი ალეკო ელისაშვილიდან გახარია ხაზარაძის ალიანსი უკვე მომღერალ მერაბ სეფაშვილამდე მივიდა, თუმცა საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა. ვიდრე სოციოლოგიური კვლევის შედეგები იგვიანებს, ქართული ოცნება მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. რა ხდება პარტიებში არჩევნებამდე 2 თვით ადრე, დეტალებით ლევან ფანცხავაა პირდაპირ ეთერში.
დიახ, კურიერი რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა გახარიას პარტიის რჩეულს, როგორც ვიცით, გიორგი შარაშიძე იქნება მერობის კანდიდატი, რომელსაც წარადგენს პარტია. ეს ინფორმაცია თავად გიორგი შარაშიძემაც დაგვიდასტურა რამდენიმე წუთის წინ და თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოება მალე გაიგებს. ცნობილია ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდის პოზიციაც, როგორც გავრცელდებოდა ინფორმაცია, მანამდე იქნებოდა მერობის კანდიდატი ალეკ ელისაშვილი, თუმცა გუშინ გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ მერობის კანდიდატი შესაძლებელია იყოს მომღერალი მერაბ სეფაშვილი. ლელოში ამბობენ, რომ იტესტებიან ეს კანდიდატები და საზოგადოების ნდობის მოპოვების შემთხვევაში და თუ მათი რეიტინგი იქნება მაღალი, სწორედ ამის მიხედვით მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ორივე პარტიაში კი აცხადებენ, რომ რაღაცნაირად უნდა შეთანხმდეს ორივე პარტია იმაზე, თუ ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით ამ შეთანხმებას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, კრიტიკას არ იშურვებს, ასე რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის გუნდი ამ ორი პარტიის მისამართით და აცხადებენ, რომ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვის დააყენებენ ისინი მერობის კანდიდატად, რადგან მათ ბრძოლის მთავარ იდეას უღალატეს. ცნობილია, რომ განვიხილები, მაგრამ ჩემს გარდა კიდევ განიხილება სხვა კანდიდატებიც. ასე რომ პროცესი მიმდინარეობს და აქ არაფერი სანერვიულო არ არის. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენს და ლელოს არ გვექნება არანაირი პრობლემა საერთო კანდიდატზე შეთანხმების. ბევრი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის შესაძლოა განიხილებოდეს მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც. ახლა ამაზე მე განსაკუთრებულ შეფასებას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შევთანხმდებით საერთო კანდიდატზე და ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს ერთობლივად. შეფასებაშიც არ შევა ლეო და გახარია კანდიდატებზე რა სიმჭირელებენ და ვინ იქნებიან ეს კანდიდატები. მე უფრო მაინტერესებს მათ რა მოლოდინი აქვთ. ან ამ ადამიანებს ვის სახელები და გვარებიც განიხილება, იმიტომ რომ ეს არის იმიტირებული პროცესი, სადაც ფორმალურადაც კი არავითარი შანსი არ აქვს. ოპოზიციის შანსები განულებულია, ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება თბილის, როგორც ისინი განმარტავენ, კახა კალაძის კონკურენტად, რომელიც სახელი და გვარებით სახელდება ამ დრომდე, ყოველ შემთხვევაში მათივე განმარტებით ამ სახელსა და გვარებს შანსები არ აქვთ. რადიკალებს რეალურად არ ყავთ კანდიდატი, საპირწონედ დაუყენონ ქართული ოცნების მერობის კანდიდატს თბილისში და ხდება რაღაც თითიდან გამოწვეული თემებით манипуლირება, ისეთ კანდიდატებზე ყურადღების გამახვილება, ვისი შანსებიც ნულის ტოლია საზოგადოების თვალთახედვით. ჩვენ გვახსოვს მცდელობა ნაცი მომღერალი შემოიყვანათ თამაშში და ეს ყველაფერი საკმაოდ სავალალოდ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის. ბურჭულაძეს გულისხმობ, ახლა თუ აქცენტს სხვა ნაცმომღერალზე გაამახვილებენ და ფსონს დადებენ, შედეგი იქნება ანალოგიური და იმაზე უარესი. ასე რომ რეალურად რადიკალებისთვის თვითმმართველობის არჩევნების ბოლო არის ფინალური ეტაპი არის სრული მარცხი 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას არ წარმოადგენენ. მათი სტრატეგიაა, რომ გაიყონ შუაზე, ნახევრად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შიგიდან მოახდინოს შემდეგ უკვე თუნდაც თითო წარმომადგენლობით საკრებულოებში არეულობა. კანდიდატები ვფიქრობ, რომ არავითარ საარჩევნო წონას ვერ ფლობენ, ვერავითარ საარჩევნო წონას ვერ ფლობენ. ელისაშვილმა თავისთავად თავად აქცია კომიკურ ფიგურად. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, მე ვფიქრობ, რომ ესაც მათი უნიათობის ბრალია, იმიტომ რომ არ ამგონია ეხა რომ მათ ემღერებოდეთ. მაგრამ თუ მაინც მომღერალი უნდა და სიმღერით აპირებენ ამას, მე ვფიქრობ, რომ მერაბ სეფაშვილს მოუწევს რეპერტუარის შეცვლა. თუ კი აქამდე ის მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი გმირი იყო და ასე უწოდა, ეხლა ვფიქრობ, რომ ჯობია რეპერტუარი შეცვალოს და იმღეროს, გინმეძინოს, მაინც სულში მიზახარ. არჩევნების თარიღამდე 2 თვეზე ნაკლები დრო რჩება 64 მუნიციპალიტეტში მოქალაქეების, საკრებულოების წევრებსა და მერებს აირჩევენ. მადლობა ლევან ფანცხავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ცერემონიაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა უმასპინძლა. ერევანმა და ბაქომ ვალდებულება აიღეს სამუდამოდ შეწყვეტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები და პატივისცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაშინგტონმა მხარეებთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროებს მოიცავს. ამერიკა იღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული ტრანზიტული დერეფანი განავითაროს. ისინი 35 წლის განმავლობაში იბრძოდნენ. ახლა კი მეგობრები არიან და დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან ასე. მინდა მივულოცო ამ ორ შორს მჭრედელ ადამიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მოცულობით დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ საბრძოლო მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტონ. დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივისცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შერიგებისთვის სიმამაცეს და პასუხისმგებლობას გამონახავს. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ დაპირისპირებას, კონფრონტაციას და სისხლისღვრას. ჩვენ შვილებს მივცემთ ნათელ და უსაფრთხო მომავალს. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. თუ არა პრეზიდენტ ტრამპს სხვას ვის ეკუთვნის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. იქნებ შევთანხმდეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. გავუგზავნოთ ერთობლივი მიმართვა ნობელის კომიტეტს, რომ პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭოს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ამ გარდამტეხი შედეგის მედიაციისთვის. ეს არის დიდი შეთანხმება, რომელსაც დღეს მივახციეთ. ეს არის წარმატება ჩვენი ქვეყნების და რეგიონისთვის და წარმატება მსოფლიოსთვის, რადგან მშვიდობიანი რეგიონი ნიშნავს უსაფრთხო მსოფლიოს. ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს ალიასკაზე გაიმართება. ინფორმაცია დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. შეხვედრისთვის მზადებას ადასტურებს კრემლიც. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მხარეების შეხვედრა რუსეთში გაიმართება. ტრამპმა უკვე მიიღო შესაბამისი მიწვევაც. ტრამპის ინიცირებული მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უთხრა, რომ მოსკოვის საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობების და ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების სანაცვლოდ შეაჩერებს. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით პუტინმა უიტკოვს უთხრა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინა დონეცკის ოლქიდან ჯარს გაიყვანს და რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, ასევე ანექსირებული ყირიმი. წერს Wall Street Journal თავად ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კიევს და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა განხორციელდება. ვოლდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ოკუპანტს საკუთარ მიწას არ მისცემს. ევროკავშირმა უკრაინისთვის 3 მილიარდ 200 მილიონი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ბრიუსელიდან მორიგ ტრანშს კიევი დახმარების მექანიზმების ფარგლებში შემცირებული ოდენობით მიიღებს, რადგან ქვეყანამ არ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული რამდენიმე პირობა. 2024-27 წლებში ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას გეგმავს. კიევმა უკვე მიიღო 6 მილიარდი евро. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა. საკითხზე ჯეიდი ვენსმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრა. ფიქრობ, მთელი კოლექტიური დასავლეთი ნატოელი მოკავშირეები, რა თქმა უნდა, ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი ამერიკის შეერთებული შტატები ზედმეტად კომფორტულად ექცეოდა ცენზურას, ვიდრე სხვადასხვა მოსაზრებების განხილვას, ამბობს ვენსი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი გერმანიას ჰამასის ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება ბერლინის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის ნაწილობრივ შეჩერებას ითვალისწინებს. გერმანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა გერმანიის გადაწყვეტილების გამო. ცნობილია, რომ გერმანია შეაჩერებს ისრაელში იმ იარაღის ექსპორტს, რომელიც შეიძლება ღაზის სექტორში იყოს გამოყენებული.
ჯორჯიის შტატის ემორის უნივერსიტეტში თავდასხმას პოლიციელი ემსხვერპლა კამპუსის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, ის ლიკვიდირებულია. დანაშაულის მოტივი უცნობია. უნივერსიტეტმა სტუდენტების საფრთხის შესახებ შეტყობინების საშუალებით გააფრთხილა და მოუწოდა, რომ ტერიტორიიდან გაიქცნენ, დაიმალონ ან იბრძოლონ. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება. საკრედიტო სააგენტო S&P-მ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მაჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნულია, რომ რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული, რასაც თან ახლავს შედარებით ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო. მოსალოდნელზე მაღალი არსებული ეკონომიკური ზრდის გამო S&P-მ საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა, რაც წლის დასაწყისში 5.7%-ში შეადგენდა. ასევე გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდა და გონივრულად განხორციელებული ფისკალური პოლიტიკის მართვა ხელს უწყობს მთავრობის ვალის დაბალ დონეზე შენარჩუნებას. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ანგარიში აღნიშნულია ბოლო პერიოდში უცხოური რეზერვების ზრდა, რაც ფულადი ნაკადების შემოდინებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით მოხდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით მოსალოდნელია რეზერვების კიდევ უფრო გაზრდა. S&P-მ საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, რაც შენარჩუნებულია ძლიერი ლიკვიდურობა. ამასთან აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას. საქართველოს ეკონომიკური შეფასების ქულა გაუმჯობესებულია, რაც ბოლო წლების მანძილზე პირველად მოხდა და აღნიშნავს ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალ მაჩვენებელს. გაზრდილი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გლობალური გაურკვევლობის ფონზე აღნიშნული პერსპექტივის დადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. ასევე სარეიტინგო კომპანია თავის შეფასებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეიტინგი განპირობებულია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდით, ვალის ზომიერი დონით, საერთაშორისო რეზერვების შევსების დინამიკით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკრედიტო სარეიტინგო კომპანია ასევე ზრდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.7%-დან 7.1%-მდე. მორიგ ანგარიში აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრები, ასევე ფისკალური და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო სიჯანსაღე. აღნიშნულია ფისკალური პარამეტრების დაბალი მაჩვენებლები, როგორიც არის ვალი და დეფიციტი, ასევე მზარდი საგარეო რეზერვები მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე ანგარიშით თავის წინა შეფასებასთან შედარებით საკრედიტო სააგენტომ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისათვის. ასევე გაუმჯობესებულია საქართველოს ეკონომიკური შეფასების ქულა, რაც თავის მხრივ მათივე მეთოდოლოგიით გამოიწვევდა ნოჩის ზრდასაც BB+-მდე, თუმცა გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით გამოყენებული იქნა ასევე დამაკომპენსირებელი მაჩვენებელი, რითაც რეიტინგი შენარჩუნდა BB დონეზე სტაბილური პერსპექტივით. შეფასებაში აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია, რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სააგენტოს პროგნოზით 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.7% იქნება. მოხილულია რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და აღნიშნულია, რომ მაღალი ტურისტული შემოდინებებისა და ფინანსური ნაკადების ფონზე შესყიდვების შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაზარდა. S&P ხაზს უსვამს, რომ საქართველოში საბანკო სექტორი მომგებიანი რჩება კაპიტალიზაციის მაღალი დონით და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით. პოლიციამ შიდა ქართლში ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 6 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გორში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულ პირს. კონფლიქტის მოგვარების მიზნით დაპირისპირებული მხარეები თანხლებ პირებთან ერთად მოგვიანებით ისევ შეიკრიბნენ, განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას კი დანაშაულში ბრალდებულმა პირმა LN-სა და მის თანხლებ პირების მიმართ ჯგუფურად იძალადეს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოხდა. დაიჭრა 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა სარდაფში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დანაშაულის ჩადენის იარაღი მოლოტ არმსის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირებმა დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ტაძრის ეზოში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა აგვისტოს ომის თემაზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და ჩოხოსნებმა აგვისტოს ომში დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს გმირების საფლავები. 2008 წლის ომს ქუთაისიდან 9 მებრძოლი შეეწირა. 17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს დღე ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დავკარგეთ ჩვენი თანამოქალაქეები, დავკარგეთ ტერიტორიები. ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ კიდევ ერთხელ მათ სულებს და მათ მშობლებთან ერთად გავიხსენეთ თითოეული მათგანის სახელები. დავიწყეთ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია, რომელიც სულ პატარა ხანში დასრულებული იქნება და მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ჩვენი 2008 წლის აგვისტოს გმირებს. 8 აგვისტო დღეა საქართველოს უახლოს ისტორიაში 17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან რუსული ჯარების აგრესიის შემდეგ და მას შემდეგ რაც ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. დღეს ტრადიციულად პატივი მივაგეთ და პანაშვიდი გადაუხადეთ ყველა ბიჭებს, ვინც ამ უსამართლო ომში დაიღუპენ. ყოველთვის ნელია დედისთვის 8 აგვისტოს ძირითადად ძიმეა, მაგრამ 8 აგვისტო ყველაზე მეტი ძიმეა ჩვენთვის. სამშობლოსთვის გაწირა ჩვენმა ჩემაშვილმა და ყველა ჯარისკაცმა, ვინც დაიღუპა 2008-ში, სამშობლოსთვის მერტმა არწყნებული გვენახოს ეს სამშობლო. რუსთავში ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში კორპუსების გამაგრება რეაბილიტაცია ერთდროულად 4 კორპუსში მიმდინარეობს. პროექტი ფასადების სრულ რესტავრაცია რეაბილიტაციას, აივნების განახლებას, დეკორატიული განათების მოაჯირების და კარფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ძველი რუსთავის განახლების ფარგლებში ხორციელდება და მისი ძირითადი ნაწილი უკვე რესტავრირებულია. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს და ცენტრალური ბიუჯეტი დაფინანსებით ხორციელდება. იმყოფებით რუსთაველის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს და შემდეგ მოპირკეთდება უკვე და შეინარჩუნებს ავთენტურ სახეს, რაც ძველ რუსთავს ახასიათებს. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია მათ შორის ახალ საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნები კორპუსების გამაგრება რეაბილიტაციის მიმართულებით. პროექტი ხორციელდება სრულად ფინანსდება სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიონი 9 ლარს შეადგენს. ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლებისათვის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრება. ლეგენდარულ კალათბურთელს ზურაბ საკანდელიძეს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი კალათბურთელი 1967 წელს ჰელსინკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. მას ევროპის ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული. 1972 წლის ოლიმპიადის ფინალში კი მიხეილ ქორქიასთან ერთად ამერიკის ნაკრები დაამარცხა. 1999-83 წლებში კი საკალათბურთო კლუბ თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი იყო. ფიბას გადაწყვეტილებით მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო საკანდელიძე კალათბურთის დიდების დარბაზშია შეყვანილი. ის რომ დაამარცხეს ამერიკელები, ამაში ორმა ქართველმა მიიღო ძალიან პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.gt.